მაგრამ ქალო ჩემი გულის რატომ გახდი უიმედო ჩემო წელო ჩემო პლევო ჩემო ახლო მეზობელო ოი დელანანიდა Kalo ქვეყნის ძალო თოჟუჟუნა ქრისტინეო შენ გადამწარდა და გულსო ესედრება მისმინეო ოი დელანანიდა მადლობა. გალობის უნივერსიტეტის არაჩვეულებრივი გუნდი. მადლობა, ესე იგი დავიწყოთ საუბარი და გაგიგმულ კონცერტზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები შემოგვიერთენ. პირველ რიგში მათ მადლობა, ვინც მიმღერეს, გაგვილამაზეს დილა, ესე ენერგიულად. ვინც ქრისტინე გვისმენდა, მას განსაკუთრებით გავუხარდებოდა. ბაგდადელი ვინც გვისმენდა და თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმრები შემოგვიერთნენ. ანა ოლოშვილი და სერგო ურუშაძე და ცადია ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მუსიკოსებს დილამშვიდობისა. გითხარით კონცერტზე რომელიც გეგმება რამდენიმე დღეში, უფრო ბევრი, უფრო ვრცელი სხვადასხვა სიმღერა ექნებათ საშუალება მოისმენონ მაყურებელმა მსმენელმა, თუმცა ერთ-ერთი ნიმუში იყო იმისა, რა სიამოვნებას ელოდებათ 7 ივლისის კონცერტზე მოსულ მაყურებელს და სტუმრებს. მოგესალმებით დილამშვიდობისა, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მადლობა ასევე ჩვენი უნივერსიტეტის გუნდის წევრებს ესეთი შესრულებისთვის. დიახ, 7 ივლისს ფოლკლორის ცენტრის სახელმწიფო დარბაზში იგეგმება გალობის უნივერსიტეტის შემაჯამებელი ღონისძიება და მსმენელს ვთხოვთ ქართული მუსიკით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ჩვენი სოლო კონცერტი. ჩვენს განსაკუთრებულად ვემზადებით ხოლმე აი ამ დღესთვის, იმიტომ რომ მთელი წელი ველოდებით ხოლმე აი ამ დღეს. სამზადისი გვაინტერესებს სწორედ როგორი არის ეს მზადების პერიოდი, როგორ შეირჩა რეპერტუარი და ასე შემდეგ. ყველა დაწვრილებითი ინფორმაცია გვაინტერესებს. ამას ყოველწლიური ფორმა აქვს, რომ როდესაც სტუდენტები ამთავრებენ ხო, ანუ გამოცდის პროგრამაც, ანუ თვითონ კონცერტის სახე ეძლევა რა, ჯერ გამოცდა ტარდება და მე უკვე გააჩნია რამდენი ბავშვი ამთავრებს. იყო ესეთი დრო, რომ იმდენმა დაამთავრა, რომ აღარ დაჭირდა გუნდის დახმარება, ანუ იმდენად ბევრი იყო. ესეთი კონცერტი, საზეიმო კონცერტი ტარდება ხოლმე. მადლობა ფოლკლორის ცენტრს, რომ ამ კონცერტებს ყოველთვის მასპინძლობს და რა ვიცი, ყველაფერი კარგად ტარდება და კარგად მედის ყველაფერი. მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ბავშვებსაც, რომ გვიძლებენ მე და ანას და თქვენ ვაჟთა გუნდსამთავრებელი. მე ვაჟთა გუნდსამთავრებელი ანა გოგო. გასაძლებელი რა არის ეგ აბა კარგად გითხარით რეჟიმი? რეპეტიციების დრო და იცით რა არის, არც ისე მარტივი რეპერტუარი გვაქვს თან, რა თქვა და აი ძალიან ბევრს ვშრომობთ და გუში მაგალითად, რა ვიცი წაგვიქცა ესე ვთქვათ მომღერლები, მაგრამ ნუ ამის გარშე არ გამოდის ამ.
გოგონათა გუნდის რეპერტუარიც ძირითადად მორგებული არის გოგოების შესაძლებლობებზე და ორიენტირებულია მათი ნიჭის და მათი შესაძლებლობების წარმოჩენაზე მაქსიმალურად. ვფიქრობ, რომ ჩვენი საკონცერტო რეპერტუარი იქნება მრავალფეროვანი, იმიტომ რომ თითქმის ყველა კუთხის სიმღერა შესრულდება კონცერტზე. ასევე სამგალობლო ტრადიციასაც წარმოვაჩენთ, შესრულდება რამდენიმე სამგალობლო სკოლის საგალობელიც, ანუ ქართლ-კახურის საგალობლები შესრულდება, ასევე შემოქმედის საგალობელი გელათის და ჩვენ გავაცოცხლეთ ასევე საარქივო ჩანაწერებიდან რამდენიმე ნიმუში და ისეთი სიმღერებიც გაჟღერდება, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა და ვფიქრობ ამ მხრივაც სასიამოვნო მოსასმენი და სასიამოვნო კონცერტი ელის ჩვენს მსმენელს და დავამატებ იმასაც, რომ დასწრება არის თავისუფალი და ყველას შეიძლება მოსვლა და მე ბზანეთ რომ ესეთი რთულიაო არ არის ადვილი ასე შემდეგ და არ არის ადვილი რეპერტუარიც. როგორ არჩევთ? ცხადია ალბათ შესაძლებლობები, მათი უნარები, მათი ნიჭი, მაგრამ აი განსაკუთრებით რას აქცევთ ყურადღებას რეპერტუარის შერჩევისას? პირველ რიგში რა კონტინგენტი ყავს, ხო? მაგის მიხედვით ვარჩევთ პროგრამას, ანუ აქ ესე შაბლონურად ესე რა თქვა არ გვაქვს, რომ გინდა თუ არა რაღაცას, ნუ გავაკეთოთ, ანუ არჩევანი თავისუფალი გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს რეპერტუარი რაც იქნება, მოვარგოთ სტუდენტების შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. რა ვიცი, ნიჭიერი ბიჭები არიან, ნიჭიერი გოგოები არიან და დანარჩენს მაყურებელი ნახავს შიცი როცა. და როგორ ხდება ხოლმე მე უკვე ერთობლივი მუშაობა, იმიტომ რომ ცალკე მძღვანელობს თავისთავად ამ გუნდებს და როგორ ხდება მე უკვე რეპერტუარის შეჯამება და შეხმატკვილება. დიახ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ხოლმე, რომ გარდა ცალკეული გუნდების წარმოჩენის დროს ვცდილობთ ხოლმე ასევე, რომ ერთობლივი ნიმუშებიც წარმოვადგინოთ, გუნდები გავაერთიანოთ და ერთობლივი ნიმუშებით, საერთო ნომრები წარმოვადგინოთ ხოლმე და კონცერტზეც წარმოდგენილი იქნება დიახ საერთო ნომრებით. ჩვენ ვიყურე საერთო ნომერი ვიხილეთ, ახლა ვხედავთ, რომ მხოლოდ გოგონები დარჩნენ სცენაზე და რა შეგვისრულებენ, რითი შეგვიძლიათ ესე იგი მშვიდობა ჩვენს მაყურებელს და თან დაუტოვოთ იმის სურვილი რომ უფრო მეტი მოისმინონ შვიდში კონცერტს. დიახ, ჩვენ ახლა შევასრულებთ თუშურ სატრფიალოს, რომელიც აღვადგინეთ გელანა კუდაიძის არქივიდან. თუში ალვანელი ეთნოფორი გახლავთ და შევასრულებთ თუშურ სატრფიალოს. ინსტრუმენტზე თქვენი ალბათ ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი და მოვისმინოთ კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ ესე იგი 7 ივლისს გაიმართება კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი კონცერტი და გარდა იმისა რომ შესანიშნავ რეპერტუარს მოისმენენ, თან ნახავენ როგორ ჩაიარა წელმა, როგორი თაობა, როგორი სტუდენტები არიან და ამას უკვე ცხადია მაყურებელი შეაბასებს, ახლა კი გთხოვთ.
ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენ, უღრმესი მადლობა ჩვენს ესე იგი მომღერლებს, გუნდის წევრებს, გალობის უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელი და ესე იგი ქალთა გუნდის ხელმძღვანელი ანა ლოლაშვილი და ბატონი სერგო ურუშაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები და 7 ივლისს კიდევ ერთხელ ყველას ეპატიჟებიან გუნდის ხელმძღვანელები, გუნდის წევრები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შემაჯერებელ კონცერტზე.